მოგესალმებით, მე ვარ თევდორე და დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი კვლევები უენო სალამურის შესახებ. ეხლა ხელთ მიჭირავს ორი უენო სალამური. რა მსგავსებაა და რა განსხვავებაა? როგორც ხედავთ, ვიზუალურად სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. სიგრძე სხვადასხვა აქვთ, შიდა დიამეტრი ამას 14 მმ-ი აქვს, ამას 18 მმ და თვლებიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან, ამას აქვს 6 მმ, ამას აქვს 8 მმ. მაგრამ რა აერთიანებს? ეს არის ბგეათრიგი. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ზომები გააჩნიათ, ამ ორივე უენო სალამურს გააჩნიათ იდენტური ბგეათრიგი. უფრო კონკრეტულად, ამ უენო სალამურების ბგეათრიგები შედგენილია ფირუზ ალიაშვილის უენო სალამურის ბგეათრიგის მიხედვით. დღემდე შემორჩენილია მისი აუდიო ჩანაწერები, რომლებიც შედარებით კარგ ხარისხში შემოგვრჩა, დაუზიანებლად შემოგვრჩა და მათი მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ თუ რა ბგერები გააჩნდა ფირუზ ალიაშვილის უენო სალამურს. მე ეს ჩანაწერები დავამუშავე, გამოვთვალე საშუალო ჰერცი, თუ რა ბგერას გამოსცემდა თითოეული თვალი და მისი მიხედვით გავაწყე ამ ორ უენო სალამურზე თვლები. დავსვათ შეკითხვა. უენო სალამურებზე ზომების განსხვავება როგორ აისახება საშემსრულებლო ტექნიკაზე? ყველაზე მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი ეს არის შიდა დიამეტრი. ამას აქვს 14 დიამეტრი, ამას აქვს 18. ზუსტად ამ შიდა დიამეტრმა განსაზღვრა საერთო სიგრძეც. ხოლო უშუალო შესრულებისას ძალიან მნიშვნელოვანია შიდა დიამეტრი. რაც უფრო ვიწრო არის, მით უფრო ტუჩის და ჰაერის ნაკადის სიზუსტე გჭირდება, რომ გამოცეს შესაბამისი ბგერა. რაც უფრო განიერია, მით უფრო ადვილია ბგერის გამოცემა. მაგრამ ამასთანავე უფრო მეტი ჰაერიც ჭირდება და შესრულებისას უშუალოდ მალევე დაგიმთავრდება ჰაერის მარაგი. მეორე საკითხი. უენო სალამურის თვლის დიამეტრი. რას განსაზღვრავს იგი და რატომ ავირჩია კონკრეტულად უფრო განიერი თვლის დიამეტრი? პირველ რიგში განსაზღვრავს თავად ბგერას. აქედან გამომდინარე, რაც უფრო განიერია, მით უფრო ქვემოთ უნდა განმათავსოს შესაბამისი ბგერა რომ გამოვიდეს. რაც უფრო ვიწროა, მით უფრო ზემოთ უნდა ავწიოთ. ამ შემთხვევაში კიდევ ეცადე მაქსიმალურად ტრადიცია დამეცვა, რომ ყელი, ტოლი ყოფილიყო შუა ნაწილი. ასევე თვლების დაშორებების თითქმის ორივე უენო სალამურზე თითქმის თანაბარი მანძილითაა დაშორებული. ერთადერთი ამ უენო სალამურზე პატარა ხარვეზი მომივიდა გაკეთების დროს და შემთხვევით ცოტა ქვემოთ გავხვრიტე. აქედან გამომდინარე მომიწია ცოტა გაგანიერება ამ თვლის, რომ შესაბამისი ბგერა მიმეღო საბოლოო ჯამში. ეხლა ერთ და იგივე მელოდია შევასრულებ ჯერ ვიწრო უენო სალამურზე და შემდგომ განიერზე. როგორც მოვისმენთ, ორივეს ერთნაირი ბგეათრიგი გააჩნია ზუსტად. განსხვავება ტემპში არის, ამას უფრო ჭექარი ხმა გააჩნია დიამეტრიდან გამომდინარე, ხოლო ამ განიერ უენო სალამურს შედარებით რბილი ბგერები აქვს. ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ჩაბერვის დროს განიერ სალამურს უფრო მეტი ჰაერი ჭირდება, უფრო ხმამაღლა და უფრო ძლიერადაც ისმის ბგერები, ვიდრე ვიწრო უენო სალამურში. მადლობა ყურადღებისთვის, იმედი მაქვს საინტერესო იყო, სამომავლოდ ეტაპობრივად კიდევ გაგიზიარებთ ჩემს კვლევებს უენო სალამურის შესახებ.